და დღეს გასწავლით როგორ გავამზადოთ პანჩეტა პასტასთან ერთად. ძალიან ადვილი კერძია, ამისათვის დაგჭირდება ზეითუნის ზეთი და წვრილად დაჭრილი ხახი. შემდეგ დავამატებთ 100 გრამ პანჩეტას და იქამდე უნდა ვურიოთ, სანამ ფერს არ შეიცვლის. მე ხავ ამზადებ პასტას 2 ადამიანისთვის და ამიტომ 140 გრამი არის სრულებით საკმარისი. არ დაგვავიწყდეს ერთხელ მორევა. სანამ გამზადდება პასტა, პანჩეტას გადავურევთ ნაღებს. და გემოვნებით დავამატებთ ასევე ცოტა შავ პილპილს. სრულებით საკმარისია პეპინიერო. შემდეგ უნდა ამოვურიოთ. გამზადებული პასტა შეგვიძლია რომ გადავურიოთ პანჩეტაში და ნაღებთან ერთად. კარგად ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ. და ისიც საბოლოო ვერსია.